ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და საქართველოს განათლების სისტემისთვის ბიოტექნოლოგიების შესახებ მეტი ცოდნის გადაცემა ჩვენი მოსწავლეებისთვის. ჩვენ დღეს სკოლის მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ ბიოტეკის თანამედროვე ტენდენციები, შემოვხაზეთ ის არეალი, სადაც შეიძლება გაკეთდეს და შემუშავდეს ახალი პროდუქტი, ასევე ვისაუბრეთ ბევრი იმის შესახებ, თუ რა ცოდნა და რა უნარები დასჭირდება მათ იმისთვის, რომ იმუშაონ ბიოტეკში. ძალიან გამიხარდა, რომ მოსწავლეებს შორის ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული იდეები და სურვილი, რომ შექმნან ახალი პროდუქტი. მომავალი ბიოტეკშია და მომავალი საქართველოს განათლების სისტემაშია. ტექნოპარკში წარმატებით დასრულდა ბიოტექნოლოგიების კვირაული. პროექტის ფარგლებში 60-მდე ახალგაზრდამ კახეთის მასშტაბით მიიღო ფუნდამენტური ცოდნა ბიოტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე მონაწილეებს ჩაუტარდათ კარიერული ბუთკემპი. ბუთკემპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა, თუ როგორ უნდა დაგეგმონ თავიანთი მომავალი კარიერა წარმატებით და ცოდნაზე დაფუძნებით. დემო დღეზე კი ჟიურის წინაშე ბიოტექნოლოგიების მიმართულებით სტარტაპ პროექტები წარადგინეს. მათი პროექტები ჟიურიმ შეაფასა როგორც ძალიან საინტერესო და ინოვაციური. ჯერა რომ მათი იდეები აუცილებლად იქცევა რეალობად. ეს კვირაული პირველი არ ყოფილა ჩემთვის, ახამდეც მქონია გამოძიება მსგავს კვირაულებთან და მე მინდა ვთქვა, რომ უდიდესი განვითარება სწორედ ამ კვირაულებში ვპოვე მე. ნამდვილად დადებითად შევაფასებდი და ნებისმიერ ადამიანს ვურჩევ, რომ ყველანაირი შესაძლებლობა გამოიყენოს, რომელიც კი ექნება მოცემული, რადგან ასე ვითარდება მსოფლიო. ჩვენმა გუნდმა ანბიდიამ შევქმნით ანტიბიოტიკოს რეზისტენტული ბაქტერიის დეტექტორი, რომელიც შარდის, ნახველის და სისხლის მეშვეობით სენსორში დაახლოებით 1 საათში აღიქვავს ამ ბაქტერიას და შემდგომ ზუსტი მონაცემების მიხედვით ექიმებს ეძლევათ საშუალება, რომ ზუსტი სამედიცინო დახმარება გაუწიონ ნებისმიერ პაციენტს და ამით გადაარჩინონ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე.